გამარჯვებით იყოთ მოგებრივი. მეცნიერთა კონგრესის დროში ვართ. ყოველთვის ცდილობს გუნდი, მეცნიერთა კონგრესის გუნდი ცდილობს რომ ეს გადაცემა საინტერესო იყოს. ხშირად ცვლილებები ხდება რაღაც პროგრამაში და დღეს სწორედ ასეთი რამ მოხდა. რაზე გვინდოდა ვესაუბრა და რაზე ვსაუბრობ. ჩვენ დღეს გვინდოდა გავგეგზელებია გუშინ დაწყებული საუბარი პროფესიონალების მონაწილეობით, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ხაზგასასმელია, რომ გუშინ ჩვენ დავიწყეთ და გვინდოდა ასეთ სათაურით ყოფილიყო დღეს გადაცემა საუბარი მოვაზროვნე ადამიანთათვის. ასეთი მიწის, წყლის, ქაერის, სითბოს, ასეთი ადამიანური, ინტელექტუალური და გეოგრაფიული პოტენციალის, ასეთი ნედლეულის, ასეთი ხედვის, მეცნიერების, პროფესიონალების, ასეთი ნათელი პროგრამების ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რატო უნდა ცხოვრობდეს ღარიბად, რატო უნდა ჭამდეთ სხვა ქვეყნის უხარისხო პროდუქციას, რატო უნდა სწავლამდეთ შხამქიმიკატებით და პესტიციდებით მიწა-წყალს, ქაერს, რატო უნდა ვიყოთ ნედლეულის გარეთ გამტანი და რატომ არ უნდა ვიყოთ ინოვაციური ტექნოლოგიის ქვეყანა, რატომ უნდა ვიწამლავდეთ თავს პოლიტიკით და რატომ უნდა ვუქნაობდეთ ავადმყოფური აზროვნების პოლიტიკოსთა დაკრულზე, რატომ უნდა ვითმენდეთ ხელისუფლებაში ფულისა და ძალაუფლების მოყვარულს, ბოლოს რატომ უნდა ვცხოვრობდეთ დიდარი ქვეყანაში ღარიბად. აი ეს იყო ჩვენ გვინდოდა გავგეგზელებინა ეს საუბარი, რომელიც გუშინ მართლაც საინტერესო იყო პროფესიონალების მონაწილეობით, მაგრამ ის განცხადება, რომელიც გაკეთდა, ეს არ არის ჩვენთვის თავარი, ის განცხადება, რომელიც ამერიკაში გაკეთდა. ჩვენთვის თავარია როგორია რეაგირება ამაზე და როგორ იყენებენ ამას ყველანი სათავისოდ. ჩვენ მე დღეს ყოველთვის აქ მეცნიერთა კონგრესის მთელი შემადგენლობა არ ვართ, რამდენიმე პიროვნება გახლავართ, ალბათ მეცნიერთა კონგრესში ჩვენ ამ კონსულტაციებს გავწევთ, მაგრამ მე დღეს ჩემი პოზიცია მინდა ამასთან დაკავშირებით ჩამოვაყალიბო. და ამის კოლეგებმა შეიძლება გაიზიარონ, ან მათ თავიანთი მოსაზრებები ექნებათ. თქვენ იცით, რომ გუშინ ძალიან ჩემის აზრით უაღრესად ძიმე, რომელსაც ველოდებოდით ჩვენ, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მისული და ამიტომ ხმამაღლა ვამბობ მე დღეს როგორც თემურ შაშიაშვილი, რომ დღეს არ არის ერთმანეთისთვის ბრალდებების აღენების დრო. დღეს არ არის იმის დრო ვიღაცა ვამართლოთ და ვიღაცამ თავი იმართლოს. დღეს არის იმის დრო, რომ ჩამოვყალიბდეთ სწორად. ვისაც გონია, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დაძაბვა კარგია, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მე უბრალოდ არავით არის საკამათო ამ ხალხთან არ მაქვს, ყველა ადამიანი თავისუფალია მის გადაწყვეტილებაში და იყავით ამ რაცოზე. ვისაც გონია, რომ ევროპასთან ასეთ საუბარი კარგია და სწორია, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ვისაც გონია, რომ ასეთი დამტკბარი ვიყოთ ჩინეთის, ირანის, რუსეთის და ბევრი სხვა ქვეყნის მიმართ, არ მაქვს თქვენთან საკამათო, კი ბატონო, გააგრძელეთ ყველაფერი. მე უბრალოდ დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ჩემს მეგობრებს და ამ საკითხში საერთონი ვართ, ჩვენ ვთქვით, რომ ჩინეთთან ხელმოწერილი ეს ხელშეკრულება კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის თქო. ეს იყო პირველად, როდესაც ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ, ბევრს არც ჰქონდა წაკითხული მაშინ ის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა. დღესაც გარკვეულწილად დამალულია ეს ხელშეკრულება. არ შეიძლება ბატონებო, რომ ამ ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყანას რაიმე პატივისცემითი განწყობით მოეცნენ სხვა ქვეყნები. მით უფრო როცა ველოდებით ჩვენ და ყველაფერს ვაბრალებთ ამერიკას და ამერიკას არ უნდა ურთიერთობები. ამერიკას არ უნდა ურთიერთობები კი არა. რაც შეიძლებოდა ამერიკამ ყველაფერი გააკეთა საქართველოსთვის და გააკეთებს მომავალშიც თუ ჩვენ დღეს ამას სწორად ჩამოყალიბდებით და სწორ დასკვნას გავაკეთებთ ჩვენ თვითონ. წარმოუდგენელია, რომ ამერიკას მოთხოვო დღეს იყოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების მიმართ, პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლების მიმართ კარგად, როდესაც ჩვენ ჩინეთთან ასეთ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. მე ხაზგასმით მინდა გავაკეთო ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბო და ვთქვა, რომ ვინმე ამბობს, რომ ჩინეთთან არ გქონდეს ხელშეკრულება. არ ვამბობთ ამას, ამერიკასაც აქვს სავაჭრო ურთიერთობები და არა მარტო ამერიკას. შვეიცარიაში ჩამოყალიბდნენ, შეთანხმდნენ თითქმის ყველაფერზე, იმიტომ რომ ისინი დიდი სახელმწიფოები არიან და ვალდებული არიან ერთმანეთს ანგარიში გაუწიონ. ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ,
არ ვართ ჩვენ ისე დიდი ქვეყანა რომ ესეთი ანგარის გასაცევი ვიყოთ და ჩვენ ველაპარაკებით სხვა ქვეყნებს ისე როგორც დიდი ქვეყნები არ ელაპარაკებიან ერთმანეთს არ ელაპარაკებიან იმიტომ რომ დიპლომატიური ენა არის სხვა ენა ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ სადაც ჩოთა რუსთაველმა გვითხრა გვერსა ხრელით ამოიყვანს ენად კბილად მოუბარი მე უბრალოდ გაუცებული იმაში კი არ ვარ რომ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ძიმე და არა ქართული ენით და საქართველოს საწინააღმდეგო ენით მე გაუცებული ვარ იმედ რამდენი მხარდამჭერი ყავს ასეთ ვინმე შეიგინები გალანძღავ ამერიკას ან რუსეთს ან ირანს ან ჩინეთს ან თქვათ ევროპას და ამავდროულად და აი ოჩახ უბედურებაა სხვა ქვეყნის ნანძღვა უბედურებაა სხვა ქვეყანაზე იცეთ საუბარი როგორც ქვეყანაში ჩვენ პრაქტიკულად ხელისუფლება და ოპოზიცია დღეს თუ ავიღებთ ცალკე ვისაც ხელისუფლება ასე იგი ლანძღავს და ვისაც ოპოზიცია ლანძღავს ჩვენ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ გამოვდივართ იმიტომ რომ ან ერთს არ უნდა ან მეორეს არ უნდა როგორ შეიძლება რომ ჩვენ ქვეყანა რომელსაც დიდი სულიერი მისია გვაქვს შესაძლებელი როგორ შეიძლება ეს ქვეყანა ვინმესთან დაპირისპირებით იპოვებდეს ავტორიტეტს ჩვენ ხანდახან აი ქონია ხშირი საუბარი ერთმანეთში და აი მე და ბატონ ვახშისთან ვამბობთ რომ ჩვენი ამოცანა არ არის რომ ვინმეს დაუპირისპირდეთ ვინმე ვლანძღოთ ჩვენ არავის არ ვლანძღავთ თვითონ ილანძღავენ საკუთარ თავს მე ვთქვი რომ ადამიანები რომლებიც ხელშეკრულებას ისეც აწერენ ხელს ჩინეთთან ჩვენ კი არ ვლანძღავთ ჩვენი ტრაგედია არის რომ ამას ვითმენთ ახლა მე მოკლედ მინდა გითხრათ ორი წინადადებით მარტო ჩინეთთან ხელშეკრულება რა არის ჯერ სათაური ნახეთ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება თუ ამერიკაა ჩვენი სტრატეგიული მეგობარი როგორ შეიძლება რომ ამერიკა თulis რომ ასე იგი პოლიტიკურ ჭრილში მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია კომუნისტური ჩინეთი და მიუღებელია ამწყობის ქვეყანა და ჩვენ რომ ლაპარაკობთ აქ რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა ხელისუფლებას ლაპარაკობს და ოპოზიციას ამ დროს ვაფორმებთ ხელშეკრულებას იმ ქვეყანასთან რომელსაც ამერიკაში დიდიც და პატარაც ორთავე პარტია ერთად რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც თვლიან რომ ყველაზე დიდი მტერი ამერიკის არის ჩინეთი და ამ დროს ჩვენ ჩინეთთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას ახლა ვინმე იკითხავს კი მაგრამ მე იმას კი არ გეუბნებით რომ თქვათ ეს მე არ გავაფორმებდი გააფორმა ხო ამ ხელისუფლებამ ეს ხელშეკრულება მას შესაძლოა ნუ გიკვირთ ის დამოკიდებულება რომელიც არის ამერიკიდან მე ამაზე ვამბობ მე უბრალოდ მაწუხებს ის რომ ხელისუფლებაში გამოდიან ადამიანები და ამბობენ რომ აი ჩვენ ყველაფერი გვინდა ამერიკასთან ურთიერთობა რა ამერიკას არ უნდა ყუთხოვი ხართ ბატონებო ხელშეკრულება რომელიც ჩინეთთან არის ხელმოწერილი ეს წარმოუდგენელია მაშინ ამერიკა არ იქნება რომ თქვათ იმ ქვეყანასთან კონდეს ხელშეკრულება ესე იგი იმ ქვეყანას ვლიდეს თავის სტრატეგიული მეგობრად რომელიც ჩინეთთან ასეთ ხელშეკრულებას აწერს ხელს დააკვირდით რა ხელშეკრულება აღარ მინდა ბევრ რამეზე ვილაპარაკო იქ საერთოდ აბსურდული ეს არის პრაქტიკულად საქართველოს ჩაბარება ჩინეთისთვის მე საქართველოს ჩაბარება არც ამერიკისთვის მინდა არც ევროპისთვის მინდა არც ჩინეთისთვის მინდა არც რუსეთისთვის მინდა არც ირანისთვის მინდა და შესაძლებელია თუ არა ეს რომ ასე იყოს ხშირად რომ ლაპარაკობენ რომ ვინმესთან თუ ასე არ ვიქენი ტყუი ხართ ვინც ამას ამბობთ ჩვენ ვამბობთ ქართული მხოლოდ ქართული გზა და ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ჩვენ ვართ ბედნიერები და მეცნიერთა კონგრესი არის დიდი ქართული განწყობის ძალა რომელმაც სწორედ ამდენი წელი იმუშავა ხელისუფლება არ გაყვა არც ახლანდელი არ ძველი არც იმის ძველი არავინ ხელი არ მოაწერა და ჩვენ მაინც გამოვიტანეთ და მას ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა დავარქვით და სათაურად რომელიც გელაჩი რომ შედგა თქვით რომ ქვეყანა სჭირდება ბედნიერი მორიგება ილია ჭავჭავაძის სიტყვებზეა ლაპარაკი ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად რა გვიწერია ხელშეკრულებაში ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში გვიწერია ისეთი რამეები რომ ყველა ქართველი შეუძლია იამაკოს ნებისმიერ სახელმწიფოს ხელისუფალ შეეძლო ეთქვა რომ კი ბატონო მე ყველაფერზე თანახმობა ვარ მაგრამ აი აგერ ყავს მეცნიერებთა გუნდი ჯგუფი მეცნიერები ხალხი იზიარებენ ამ იმას რაღაც ისეთი რამეები წერიაში აი რომელიც არის უნიკალური და რომელიც გზას უხსნის ძლიერ საქართველოს მომავლის საქართველოს და ესე იგი არავის მონარვა არ უნდა იყოს. აი მე რამდენიმე პუნქტ შევეხები, აი რა წერია მაშინ. საქართველოს ესე იგი
თანამშრომლობის და მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან ჩვენ ვლაპარაკობთ თანამშრომლობის და მეგობრობის სტრატეგიული თანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ჩვენ საერთოდ არ უნდა ვაწერდეთ ვინმესთან ხელს, ასე სტრატეგიულად ჩვენ მრავალვექტორული უნდა ვიყოთ და იმის გამო რომ ძიმია მსოფლიო, ჩვენ უნდა ვიყოთ მრავალვექტორული და უნდა ყველა სახელმწიფოსთან ვაგებდეთ ჩვენს ურთიერთობებს ქართული ინტერესებიდან გამომდინარე. აი ამ დოკუმენტში პირდაპირ არის ნიშნებული საქართველოს თანამშრომლობის და მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ჩვენ დღეს მივემხარით იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არც ერთს, არც მეორეს, არც მესამეს, არც მეოთხეს პატივს არცემენ. ეხლა მეტყვით კი, მაგრამ რა არგუმენტები გაქვთ? წაიკითხეთ ჩინეთთან ხელშეკრულება. იქ ვიწერია ჩვენ, რომ ჩვენ ვაღიარებთ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ ვაცხადებთ მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ ტაივანი არის ჩინეთის, მაშინ როდესაც ამერიკა ეუბნება, რომ შენი არ არისო, და ამიტომ დღეს აი ატყუებენ ხალხს, ეუბნებიან იმაზე, რომ აი ამერიკას არ უნდა გვარჩენ, ამერიკას უნდა გვარ კი არა, ამერიკა მზად არის ყველაფერნაირად, ამიტომ ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ. დღეს რეალურად ესაა ჩემი განცხადების ისა და რაც მეგობრებმა შეუძლია თავისი მოსაზრებები გამოთქვა. დღეს მე ძალიან ბევრი ვინმე შემიძლია საშინლად ვილაპარაკო. არ არის დღეს ანგარიშწორების დრო. დღეს არის ქვეყნის გადარჩენის დრო. ქვეყნის გადარჩენა ვერ იქნება თუ ჩვენ ამერიკასთან ასე დავძაბავთ ურთიერთობას და დავძაბავთ არა ამერიკის გამო, ანუ ამერიკელების ინიციატივით, ამ ურთიერთობებს ვძაბავთ ჩვენი ინიციატივით. რატომ? იმიტომ რომ ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგესთან, როგორც ამერიკას თვლიან მტერთან, ჩვენ ჩავწერეთ, რომ მასთან გავაფორმეთ სტრატეგიული ხელშეკრულება თანამშრომლობის და ვაღიარეთ ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობა, ანუ ტაივანიც მას ეკუთვნისო. კარგი, ვთქვათ, ესეც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ ხელშეკრულებაში არ აღიარებთ ჩინეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. გესმით ხალხო, თქვენ წარმოგიდგენიათ, ნუ ესე იგი უბრალოდ მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ რა სიბნელეში ვაცხოვრებენ ჩვენ, როგორ ვატყუებენ დოკუმენტი ხელშეკრულება, რომელიც ჩინეთთან არის ხელმოწერილი, მე მსგავსი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი დოკუმენტი არც წამიკითხავს, არც მინახავს და ღმერთთან უწამაკითხოს ნურადროს. მე არ მინდა ესეც სახელმწიფოში ცხოვრება, რომელიც სახელმწიფოს ხელისუფლება ოდესმე წარსულში თუ მომავალში თავისი იმისი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ისეთ ხელშეკრულებაზე წავა, რომელიც ჩინეთთან იქნა ხელმოწერილი. ვიმეორებ, ჩვენ ვაღიარებთ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ ტაივანი მსოფლიოს 80% არ აღიარებს. ნუ მე ვლაპარაკობ დემოკრატიული ევროპა, ამერიკა არ აღიარებენ, რომ ტაივანი არ არის შენი ეუბნებიან. და ამ დროს ჩვენ ვაღიარებთ, რომ ტაივანი ჩინეთისაა და ჩინეთი არ აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას. ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკა რა შვაშია, რატო აბრალებთ ხალხო, ეს ბიძინა ივანიშვილის მომღერლები რო ხართ და ბიძინა ივანიშვილსაც რომ ღუპავთ, რატო აკეთებთ ამას? ხომ პირდაპირ უნდა უთხრათ, ვინ უფრო კაცურად იქცევა დღეს, ვინც ამბობს, რომ ბატონო ბიძინა შეცდომაა ეს, ანულირება გაუკეთეთ ამ ხელშეკრულებას, ჩვენ თუ გვინდა ურთიერთობები დავამყაროთ ამერიკასთან, ან შეიტანეთ კორექტივები, ხო არ გეუბნებით, რომ უკან არ გააფორმოთ ჩინეთთან, მე ვარ ჩინეთთან ნორმალური ურთიერთობების მომხრე, მაგრამ ის ხელშეკრულება, რომელიც არის დადებული, ეს არის კატასტროფა ბატონებო. მე უბრალოდ ცრად მინდა ჩემი მოსაზრება ამოვწურო და მე თქვენ გადავცეთ ჩემს მეგობრებს, ვარიფიქროთ, რომ აი თქვა თუ შეკითხვები ექნება მათაც, იმიტომ რომ მე ცოტა გვიან მოვედი, ძალიან დაძაბული რეჟიმი მაქვს, ეს ბოლო პერიოდია და განვიცდი ყველაფერი იმას, რომ აი ასეთი პრაქტიკულად ქვეყანა არაპოლიტიკურად იმართება, პოლიტიკური კულტურა აწერია ქვემოთ, პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური კულტურა ამ ქვეყანაში, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ არის ამ ქვეყანაში. პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხელისუფლება არ მოაწერდა ხელს ჩინეთთან იმ ხელშეკრულებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხელისუფლება არ ჩაწერდა იმ ხელშეკრულებაში იმას, რომ ჩვენ ვაღიარებთ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას. პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხელისუფლება არ მოაწერდა ხელს იმ ხელშეკრულებას, რომელშიც არ აღიარებთ ჩინეთი ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას. აი მარტო ამაზე არ არის ლაპარაკი.
უამრავი რამ, რომელიც საშინელებაა ვიმეორებ იმ ხელშეკრულებაში. მე წაგიკითხეთ თქვენ თავარი პუნქტი. ჩვენ ასევე უნებოდით ხელისუფლება ჩვენ არაფერი არ გვინდა ხალხო, გამოიყენეთ ეს და უთხარით, მოდით მივიღოთ ეს ეროვნული სახელმწიფოების დოქტრინა. თუ არ მოგწონთ, მოდით შევიტანოთ კორექტივები, მაგრამ ხალხს დავეთათბიროთ, ხალხმა მოაწეროს ხელი. ჩვენ ვლაპარაკობთ იმას, რომ რას ითხოვს დღეს, თქვათ, ამ პუნქტის მიხედვით, რომელიც ვთქვით, ჩვენ პრაქტიკულად რუსეთთან ამ პუნქტიდან გამომდინარე, ჩვენ ხელშეკრულების ხელმოწერა არ შეგვიძლია. ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი არ აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ ჩვენ ვერ ვიქნებით, ვერ ვითანამშრომლობთ ერთმანეთში. და ამიტომ ჩვენ ვუთხარით, რომ წავიდეთ რუსეთში, თქვენ ყველანი სხვა პარტიების წარმომადგენლები და მივმართოთ და უთხრათ, გინდა თქვენ საქართველოსთან ურთიერთობა? მაშინ აღიარეთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა, თორე აი მიღებულია მეცნიერთა რეკომენდაციით ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინა, რომელშიც წერია, რომ ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ იმ სახელმწიფოსთან, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არცემს პატივს მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. აქ არის პუნქტი, რომელიც მნიშვნელოვანია, რასაც რუსეთი ითხოვს. დღეს საქართველოს აქვს იდეალური შანსი, რომ იყოს მრავალვექტორული და იყოს ამავე დროს ყველასგან დაფასებული და ჩხუბის გარეშე ჩვენ ვაწესრიგებდეთ მდგომარეობას. აი ნახეთ, როგორი პუნქტი წერია აქ, აი თქვათ, რომელიც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის იქნებოდა საშიში, რომ საქართველო არის, ესე იგი, საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიიდან ომი არ დაიწყება სხვა სახელმწიფოს მიმართ და რომელიც თავის ტერიტორიაზე არ განათავსებს ისეთ იარაღს, რომელსაც ის იმ ქვეყნის იარაღს, რომ იმ ქვეყანამ ეს იარაღი გამოიყენოს სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. უნიკალური პუნქტებია დაწონილი, ყველაფერი ჩამოყალიბებული, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა რომ იგვეღო, ამას ესე იგი საქართველოს როგორც იტყვიან, ძაღლი კი არა, აი ჩვენი მტრებიც კი ვერაფერს ვერ მოუძებნიდნენ, უბრალოდ ჩვენ, მაგრამ ვის არ აწყობს ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინა? ურაპატრიოტიზმი ქართული არ ყოფილა და ულტრალიბერალიზმი ქართული არ ყოფილა. ურაპატრიოტიზმი და ულტრალიბერალიზმი არის დღეს ქართული პოლიტიკოსის სივრცის მთავარი მდგენელები ესენი არიან, ესენი იბრძვიან ერთმანეთში და ხალხს გონია, რომ მეტი სხვა ძალა არ არის. არის მეცნიერთა კონგრესი, რომელიც ამბობს, ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად. არის მეცნიერთა კონგრესი, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში 6 თვეში შეიძლება საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტი, 95%-ზე მეტი მოტივირებული გავხადეთ, რომ ადამიანმა იცოდეს, რომ ის რაღაცას ნიშნავს ამ ქვეყნისთვის, რომ დგება დილით, მას საქმე აქვს გასაკეთებელი და დაიძინოს წყნარად და მეორე დღეს ადგეს, რომ საქმე ან მოტივირებული იყოს და მან იცოდეს, რომ რაღაცას მიიღებს. მეცნიერთა არის ქვეყანაში მეცნიერთა კონგრესი, რომელიც ამბობს, რომ დაპირისპირება ერთმანეთს შორის ქვეყანაში არის კატასტროფა. დღეს გაკეთდა ასეთი განცხადება ამერიკაში. თქვენ უბრალოდ მინდა წაგიკითხოთ ზოგიერთი რამ და ჩვენს კოლეგებსაც მინდა მივმართო, რომ ესე იგი აქ ამ პიროვნებას ეძახიან მტერს, მე მომწონს, არ მომწონს, გადადეთ ეს გვერდზე. აქ არ არის ლაპარაკი ბატონებო იმაზე, რომ ვინმე დამწამოს ეხლა მე რომ თქვათ ის პიროვნება, რომელიც თქვათ ჯონსონი არა, ჯო უილსონი, რომ ჯო უილსონი მომწონს. მე უბრალოდ პოლიტიკოსი ვარ და მე ვამბობ იმას, რომ მას აქვს თავისი აზრი. მე პატივს ვცემ მის აზრს, მაგრამ εμას კი არ ვლანძღავ და კი არ ვაგინებ, ისე კი არ ველაპარაკებ. თავარია იმას აქვს დიდი გავლენა ხელისუფლებაზე. ესე იგი ვარ კონდეს კიდევაც ბატონო ვახში თქვენ დააკვირდით, აი ხა ერთმა ამის წინ რუსეთს კი თქვა ჩვენთან გადაცემაში აქ რომ აი ჩვენ ხელისუფლებას უნდაო რომ დაემსგავსოსო იმასო, ურთიერთობა არა აქვსო, მაგრამ დაემსგავსო ზელენსკისო. ზელენსკი ჭკვიანურად იქცევა, ის კოლეგიალურ ორგანოებს არ აკრიტიკებს. ანუ ჩვენმა ხელისუფლებამ და პრემიერ-მინისტრმა აბსურდული უწოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც კონგრესის 420 კაცმა სულ რამდენიმე წავიდა წინააღმდეგ. აბსურდული, ანუ ამით ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა რა თქვა ისე რომ ვინც აბსურდულ ხელისუფლებას გადაწყვეტილებას მოუწევთ ხელი, თქვენ აბსურდები ხართ. ესე იგი ზელენსკი ამას არ ამბობს
ზელენსკი ეკამათება პრეზიდენტს, მაგრამ ხარს უჭერს და ამბობს, რომ თქვენი კონგრესი და სენატი მიჭერს ხარსო და ჩვენ ყველაზე მთავარ ორგანოს წავლენ პრეზიდენტები ამერიკაში. მოვლენ ახალი პრეზიდენტები, მაგრამ 70-80% სწორედ ისინი დარჩებიან ისევ კონგრესსა და მაშინ სენატში, ვინც დღეს არის ჭკვიანი ადამიანი, არ დაიპირისპირებს სწორედ სენატს, კონგრესს და თავის ხელისუფლებას, პრეზიდენტს და იმას დაელაპარაკება ისე როგორც თქვა ესე იგი აი ამ ხალხის მხარდაჭერის პონზე დაელაპარაკება. ესაა ჩემი პოზიცია და მე ამიტომ ამბობ, რომ დღეს არ არის ანგარიშ სწორების და დღეს არ არის რომ ჩვენ ერთმანეთს რაღაც ბრალდებები წავუყენოთ. მე მოგმართავ თქვენ ხელისუფლება. თქვენ გეუბნებით რომ ჩვენ დავალაგოთ ურთიერთობები ამერიკასთან, დავალაგოთ ურთიერთობები ევროპასთან. არაფერ შუაში ისინი არ არიან ხალხს მოატყუებთ ამ ქვეყანაში. რო თვითონ ნებისმიერ პიროვნებას მზად ვარ დამოუშვით, მოიყვანეთ. აი ბატონი გოგავა და ისინი არ მოდიან ჩვენთან, მოვიდნენ და გელაპარაკონ ჩვენ და გითხრათ რომ გამოდიან ცალკე რომ დაჯდებიან და ილანძღებიან ამის იმით და თქვენ ამერიკელების ფული გაქვთ მიღებული და ამერიკელებთან მუშაობდით. მე არავისთან არ მიმუშავნია, არავის ფული არ მიმედია. ბედნიერი ვარ და მუდმივად ვამბობდი, ქართული მხოლოდ ქართული გზაა. თქვენ როგორც გაწყობთ, ხან ერთ მხარეს ხართ, ხან მეორე მხარეს. მე ვარ საქართველოს მხარეს და ვიცი რომ თუ საქართველოს მხარეს ხარ, არ შეიძლება დაძაბული ურთიერთობა გქონდეს არც ევროპასთან, არც ამერიკასთან, არც ჩინეთთან, არც ირანთან, არც ესე იგი რუსეთთან, არ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან. ეხლა ვინმე იტყვის რომ შეიძლება, არათუ შეიძლება, ეს ძალიან კარგადაც შეიძლება. ეს არის ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა. დოკუმენტი, რომელშიც ჩვენი ეროვნული ინტერესებია ჩადებული. რა თქვა მეცნიერთა კონგრესმა თქვა ერთი რამ, რომ საქართველოს დღემდე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ხან ერთ იმას მიაწყდება ხას, ხან მეორე ხას, ხან რუსეთს ეგება ფერქვეშ, ხან ამერიკას, ხან ევროპას, ხან ვინმეს. ჩვენ რა ვთქვით? ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნების მით უფრო დიდი, ანუ ზესახელმწიფოების ინტერესთა დაჯახების ადგილი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არის ზესახელმწიფოების დაჯახების ქვეყანა. ეს არის შეცდომა, ეს არის ანტიქართული მოქმედება. მაგრამ ახლა ვინმე იკითხავთ, კი, მაგრამ აბა როგორ შევიდოთ? აი ჩვენი პრინციპი, რაც ეროვნულ სახელმწიფო დოქტრინაშია ჩადებული. საქართველოს უნდა იყოს ქართულ ინტერესზე, სხვა ქვეყნების ინტერესთა ზრდების ქვეყანა. ჩვენ ვეუბნებით, ამერიკა ხარ, რუსეთი ხარ თუ პირიქით, რო არ გეუბნებით, რომ აი ჩვენ ეს ვართ, ეს ქვეყანა ვართ. ჩვენ მიწას არ ყიდით, წყალს არ ყიდით, თოფს არავის არ ვესვით აქედან. იმიარაღს არ განვალაგებთ, რომელიც ვთქვათ, ჩვენ აქ თქვენ დაფინანსებულ ორგანიზაციებს არ მოусმენთ. ჩვენ აი ამ LGBT-ს იმას აქ წერია პირდაპირ, ამას ჩვენ არ მოусმენთ, ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ ტრადიციული ქვეყანა, ეს წერია ყველაფერი ამ იმაში. ბატონებო, აი რა ვიფიქროთ თქვენ და ვინმე გროთქვას რომ კი, მაგრამ ურა პატრიოტები გახდნენ ხელისუფლებაში, რომლებიც დღეს რეალურად ანტიქართულია, ანტიქართული. აი რა გვიწერია ჩვენ და ამაზე ამბობენ უარს. დააკვირდით თქვენ ესე იგი ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანა რომელიც ქრისტესშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრების და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა რომელიც ბიბლიური ფასეულებებით ცხოვრობდა, აი ნახეთ მეცნიერები, უჭკვიანესი ხალხი ბიბლიური ფასეულებებით ცხოვრობდა, არ შეიძლება 21 საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულებებს და აფეთიშებდეს სხვისას. ვინ დავწამებს ჩვენ აქედან გონდონი ანტიქართულს? ეს არის უძლიერესი ქართული ჩანაწერი და ვეუბნებით, რომ ნუ თამაშობთ ხალხო, ნურც ამერიკასთან თამაშობთ, ნურც რუსეთთან უთამაშობთ, ნურც ირანთან უთამაშობთ, ნურც ჩინეთთან უთამაშობთ, ნურც ევროპასთან უთამაშობთ, ნუ თამაშობთ, ვითანამშრომლოთ და ჩამოვაყალიბოთ რა არის ქართული ინტერესი. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. აქ ისეთი პუნქტები წერია კიდე შიგ. ყველაფერი ჩამოყალიბებ, მე არ მინდა დღეს რამდენიმე პუნქტ შევეხი აქ, რომელიც მნიშვნელოვანია, ვინმე რო არ თქვას, რომ აი აკებენ დღეს, აი ასე მინდა ბატონ ნიკოლოზ დღეს ნიკოლოზობაა და გილოცავ და ულოცავ ყველა ნიკოლოზს და ძალის მომცემია და დღევანდელ დღეს ამაზე რომ ვლაპარაკობ, აი ჩვენ მართლაც იმით უნდა ვიყოს, ესე იგი ერთხელ მიხეილ სააკაშვილს უთხარი ბიჭო, ნიკოლოზი არის შენი შვილი. შენ თვითონ ხარ ნიკოლოზიზე. ბაბუა იყო ნიკოლოზი კიდე. ანუ ესე ბაბუა ნიკოლოზი ყავდა, მამა ნიკოლოზი ყავს, შვილი ნიკოლოზი ყავს და ნიკოლოზობა დღეს ნუ ანგრევ ქუთაისში. ამას თორე ყველაფერი მძიმედ მოგიბრუნდება მეთქი. ამ დიდების მემორიალს ნუ ანგრევ და მოიქეციან. ჩვენ მოიქცეთ რა გირსეულად.
დღეს ნიკოლოზობა ერთმანეთს მიულოცოთ და ვთქვათ, რომ ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა, ხალხო ნუ ხართ, აი დაპირისპირება არის კატასტროფა ამ ქვეყნისა. ოპოზიცია არის საშინელება ამ ქვეყანაში. ხელისუფლება დღეს იმის გამო რომ ხელისუფლებაშია, ისინი ვთქვათ ხალხში უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ ვიდრე ოპოზიცია. თქვენ ის პატარა პატივისცემა თქვენსკენ სასარგებლო რომ არის, გონიათ რომ ეს არის ქართული. ქართული არ არის დღეს, როგორც მოქმედებს ხელისუფლება, ქართული არ არის როგორც მოქმედებს ოპოზიცია. კითხულობთ რა არის ქართული? ქართული არის ის, რაც ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში მეცნიერებმა წლების მუშაობის შედეგად ჩამოაყალიბეს და ჩვენ ალბათ კიდე ერთხელ ამ იმას მიუძვნით ამ ესე იგი გადაცემას. აი ნახეთ თქვენ, მე კიდე ბოლო ამდენი რამ რო ვისაუბრე, აი გითხარით რომ ესე იგი რუბიომ საქართველოს ესე იგი რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, ხო? კითხვა დაუსვეს მას და ასეთი კითხვა იყო ამერიკის შეერთებული შტატების ასე უპასუხა მან რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს კონკრეტულად რის გაკეთებას გეგმავთ, მაგრამ საკითხი განიხილება. რუბიომ საქართველოს დასმულ კითხვას ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს და ჩვენს ვამბობ ჩვენი მთავარი არის ეროვნული ინტერესები. ის რა თქვა რუბიო, აბა რა სიტყვის ახლა სვის ინტერესია ამერიკისთვის, ამერიკის ინტერესია მთავარი. ამერიკა საქართველოში რომ მოდის ამერიკული ინტერესი და თქვენ მართლა გონიათ რომ ჩვენ ისე უყვარვართ რომ ქართული ინტერესია, მაგრამ სასაცილოეს ვინც ასე ფიქრობ და ვინმეს გონია ან რუსეთს აქვს ქართული ინტერესი, ან ამერიკას აქვს ქართული ინტერესი და ან ევროპას აქვს ქართული ინტერესი. ჩვენ ამიტომ თქვით რომ ქართული ინტერესი უნდა მოხდეს იმ ინტერესების ზრდება რომელიც მათ აქვს და თავარი უნდა იყოს ქართული ინტერესი. რა კითხვა დაუსმა იმან, ესე იგი აი შეხედეთ უილსონი როგორ გამოდის, მართალია დემოკრატია, მოწინააღმდეგეა, ხო მაგრამ ნახეთ როგორ იწყებს მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცე პოზიციისთვის საქართველოში ანტიამერიკული ქართული ოსნების რეჟიმის მიმართ. მათ გააყალბეს არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს. მათ კრიმინალიზაცია მოახდინეს ამერიკასთან ასოცირების შესახებ. მათ გააძევეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წიაღისეულის ხელმისაწვდომობა. შუა დერეფანში მიყიდეს საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. მათ არაერთხელ შეურაცხყვეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა დემოკრატი იცავს პრეზიდენტ ტრამპს. დააგვიდით თქვენ იმათ პოლიტიკური კულტურა აქვს და იციან უნდა. ამის გათვალისწინებით ძალიან მადლობელი ვარ რომ რომდელის ფონდთან ერთად გამოქვეყნდა ანგარიში რომელიც მიუთითებს კონტროლზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ საქართველოში და სურს წარმოგიდგინო ჩანაწერისთვის და შემდგომდა 200 დღეა განმავლობაში თავისუფლების მოყვარული ქართველები გმირულად გამოდიან ქუჩაში, ევხევიან ამერიკულ დროშებს და ატარებენ პრეზიდენტ ტრამპის პორტრეტებს. თქვენი ხელმძღვანელობით რა გაკეთება იმისთვის მიმართავს ეს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხალხის სახელით რეალური ფასი დააკისროს ანტიამერიკულ ქართულ ოსნებას მიმართა ჯო უილსონმა რუბიოს. ეხლა მისი პასუხი როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი დაუბრუნდები იმას რომ რაც თქვი ჩემს შემოვალ განცხადებაში შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამიტომ ჩვენ შევხედავთ ამას და ვიტყვით არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი ანტიამერიკული მთავრობის არსებობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში და თუ არა და მივიღებთ შესაბამის ზომებს რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესია. ჩვენ ვეძებთ ვარიანტებს და დამატებით შესაძლებლობებს. დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს კონკრეტულად იმის შესახებ, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ეს შესანიშნავი მაგალითია იმის, თუ რატომ მივმართავთ ჩვენ რეგიონალურ ბიუროებს და ჩვენს ადგილობრივ ოფისებს, რომ მოგცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნება ყველაზე ეფექტური, რომელზეც მთავრობა ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მეტად რეაგირებს. აი ეს არის თქვათ მარკ რუბიოს განცხადება. ეხლა დღეს რა არის ჩვენი გამოსვლის მიზანი? ჩვენ სამნი ვართ, სამივე მეცნიერთა კონგრესთან დაკავშირებული. მე პირადად ბატონო ვახში და ბატონო ნიკოლოზ გთავაზობთ იმას, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ნიშნის მოგებით არ დავილაპარაკოთ და ჩვენ პირიქით ხელისუფლებას მივმართოთ, რომ მეცნიერთა კონგრესი გთავაზობთ რეკომენდაციებს და 5 რიცხვში, როდესაც სენატში იქნება განხილვა საქართველოსთან მეგობრობის აქტის,
აი ჩვენი ამოცანა არის რომ ეს აქტი გახდეს ქართული. ეს აქტი გახდეს შეიცვალოს და ეს აქტი გახდეს საქართველოსთვის საყდენი. მე ვერ წარმომიდგენია რომ ქართველი ახალგაზრდები ვერ მიდიოდნენ ამერიკაში სასწავლებლად. მე ვერ წარმომიდგენია რომ საქართველოს მოსახლეობას შეეზღუდოს უამრავ ადამიანს ისეთ მეგობრებს ჩვენი იცით უთხრეს უარი ამერიკაში ვიზებზე ამ დღეებში კაცდება საშინელება იქნება. მე ვერ წარმომიდგენია ეს. აი ამიტომ ჩვენი ამოცანა რა არის? აი 5 ივნისამდე დარჩენილი დრო. თანაც ისე დაემთხვა რომ 5 ივნისაა ჩვენი დიდი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ინტეგრალური რესურსები. ეს უნდა იყოს აი ეს დღე ჩვენთვის უნდა იყოს რომ საქართველოში ვჟელობთ აი როგორი მდიდარი ქვეყანა ვართ და იმ დღეს ამერიკაშიც უნდა გაიმარჯვოს საქართველოს რომ ამერიკაში ვიმუშაოთ არა ისე რომ ვაგინოთ და ვლანძღოთ ვინც არ უნდა იყოს ეს ჯო უილსონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა არამედ დიპლომატიურად ვიმოქმედოთ პოლიტიკურად ვიმოქმედოთ რომ რეალურად ჩვენ შევძლოთ ის რომ შეიცვალოს ის დამოკიდებულება და კონგრესის მიერ მიღებული ის გადაწყვეტილება შეიცვალოს აი ჩვენი ამოცანა აი მე ამას ვხედავ დღეს მე რეალურად მზად ვარ და ვიცი რომ ამის გაკეთება შეიძლება მე ვამბობ ხმამაღლა მე რო ვიყო დღეს საქართველოს ხელისუფალი მე ამას გავაკეთებდი და მესტიერთა კონგრესზე დაყნობით ამერიკაში 5 რიცხვში იქნება საქართველოს ზეიმი და ამერიკაში საქართველოს ზეიმი გადმოვა საქართველოში ნუ გონია თქვენ რომ დღეს ხელისუფლებას უუჭერთ ხარს და ეუნებით აი ასეთი ამერიკა როგორც გვეცევა ჩვენ კიდე ლოიალურია იმ ხელშეკრულებებით და ის ზურგს უკან ყველაფერი იციან ხომ იცით თქვენ ძალიან კარგად ვისთან თანამშრომლობს ვის კარებს აღებენ ვისთან დადიან ვისთან როგორ იქცევიან ის რაც ჩვენ ყოფილმა პროკურორმა ლახვარი ჩაცა საქართველოს რომ წავიდა აქედან პრაქტიკულად რუსეთის აგენტი იყო შემოგზავნილი ქვეყანაში ვინ შემოიყვანა რა მნიშვნელობა აქვს ფარცხალაძეზეა საუბარი ჩავიდა და პუტინის გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება გახდა რაგვარი გახდა რომანოვი გახდა ჩვენი პროკურორი რაშვაში ამერიკა როლანძღავთ ამერიკას და რაშვაში ევროპა როლანძღავთ ევროპას თავი დაანებეთ ამას არ შეიძლება საქართველოს წავიდეს წინ დიდი ურთიერთობებით ტრადიციული ურთიერთობებით ევროპასთან ამერიკასთან იგივე თქვა თუნდაც ჩინეთთან იგივე ირანთან არ შეიძლება ჩვენ ვიღაცას ლანძღავდეთ ვიღაცის ფეხეშ ვეცემოდეთ ჩვენ უნდა ყველასთან თანამშრომლობდეთ ეს არის მეცნიერთა კონგრესი არ ვიცი თუ რამე არასოვრად თქვი ან თუ თქვენ რაიმე შენიშვნა გაქვთ კი ბატონო ბრძანეთ კითხვები ბატონო ბახში პირველი თქვენ მოგმართოთ ნიშნის მოგებით არ ველაპარაკებით არავის მე გეუბნებით 5 ივნისი ვაქციოთ დიდი ქართული გამარჯვების დღეთ მეცნიერთა კონგრესი მზად არის ხელისუფლებას ეუბნება აი სწორედ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა არის თქვენი საყრდენი ამ გამარჯვებისთვის ძალიან ბატონო რა თქმა უნდა ძალიან რთულდება სიტუაცია საერთაშორისო სიტუაციაც ეს რუბიოს განცხადება ფაქტიურად არის მუქარა პირდაპირ კითხვით დასვა იკითხა როგორ ფიქრობთ თქვენო ანტიამერიკული განწყობის მთავრობას როგორ უნდა მოვექცეთო და ესე იგი მე რჩევა კითხა რომ აი რეგიონალურმა ორგანოებმაც ესე იგი მიიღეთ მონაწილეობაში რა გაუკეთოთ ამ ხალხს ძალიან ცუდი შედეგები მივიღეთ ჩვენი ხელისუფლების ბოლო დროინდელი მოქმედებებიდან აი ეს ბატონი პრემიერ-მინისტრის წერილი იმას ვენს და ბატონ იმას პრეზიდენტს ეს ამის გამოზახილი იყო იგივე ხელშეკრულება ჩინეთთან ეს ამის ესე იგი ყველაფერი მწვავდება მაგრამ კარგი ჩვენ ვიცით ეს არის მოცემულობა ასეთი ხელისუფლება გვყავს მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ეს მამნებელია არ ვარგა და მე ახლა მიმართავ ოპოზიციას უფრო ხალხო თქვენ აი მე მაგალითად თვითონ 3 თუ 4 პოლიტიკურ მოღვაწეს რომელიც თავის პარტიაში არის მეორე მესამე პირი აი ბატონი ჯაფარიძე მაგალითად იმასთან ხაზარაძესთან რომ არის ნიკა იმას მელიას თვითონ პირადად ასევე ხაზარაძის იმას გახარიას პარტიის გენერალურობას თვითონ გადავეცი აი ეს ჩვენი დოქტრინა მეცნიერების მიერ დაწერილი მე მეუბნები ახალხო იქნებ ამაზე გამახვილოთ ყურადღება როგორც ბატონმა თემური მახლა ბძანა
აი ამას რომ წაიკითხავს კაცი, შეიძლება ეს არ მოეწონოს, შეიძლება იქ რაღაც არ მოეწონოს, მაგრამ მოვიდეს და დავხვეწოთ და გავხარდოთ ყველასთვის მისაღებად. ხომ უკვე აგიხსნათ კაცმა და მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს დოქტრინა, რომ ჩვენ საერთო სახალხო დოქტრინად მიგვეღო, რომ ეს დოქტრინა მოწონებული ყოფილიყო ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ, მაშინ მთავრობაც იძულებული გახდებოდა ჩვენ მთავრობასაც გაუგზავნეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი მთავრობა დიდი ხანია, ესე იგი, მის რა ქვია, იგნორირების რეჟიმში გადავიდა და ჩვენ არაფერს არ გვისმენს. პრეზიდენტიც რო ყავდა ქალბატონი ზურაბიშვილი, იმანაც კი არ მიაქცია ამას ყურადღება. ხალხო, ასე ხომ არ შეიძლება. არის რაღაცა კატეგორია ხალხის, რომელსაც მეცნიერები ქვია, თელ სოფლიოში ყველა მთავრობა ნორმალური ხელისუფალი არა დიქტატორი, რა თქმა უნდა ზოგიერთ დიქტატორებიც კი მეცნიერებს უსმენენ. დაგვაფასეთ ხომ არ გეუბნებით ჯანდაბას განიხილეთ და მითხარი რა არ მოგწონს. ეს რომ გაგეკეთებინათ ხომ ჩვენ რაღაცნაირად უკვე წინ წასულები ვიყავით. არც იმ ხელშეკრულებას მოაწერდა ღარიბაშვილი. ახლა უნდა ვკითხოთ იმ ღარიბაშვილს, რას ფიქრობდი ამას რო აწერდი ხელს? ამისთან ხელშეკრულებას რო აწერდი ხელს. გამოვიდეს ახლა მაინც თქვას, მაშინ ვიღაცის ძეწოლის ქვეშ იყო, მაგრამ ახლა ხო საერთოდ მიდივარ პოლიტიკიდან და გამოვიდეს და თქვას, რატომ მოაწირა ასეთ კაბალურ და სამარცხინო ხელშეკრულებას ხელი. ახლა რაც შეეხება დღევანდელი ხელისუფლება, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ვერც ის თქვენი მაუწყებელი ტელევიზია ვერ იქნა და ვერაფრით ვერ დავითანხმეთ, რომ გამოგვიყვანოს, მოგცეს იქ 9 საათი, 1 საათი, თვეში ერთხელ მაინც, რომ გამოვიდეს სიტყვას. მეცნიერთა კონგრესს არ ატარებენ სიტყვას, ეს როგორ შეიძლება? ქალბატონო თეა ბერძენიშვილო, ნუ თუ არ გწხვენიათ, ხედავთ რები ხდება და ნუ თუ არ ფიქრობთ, რომ ეს თქვენი ბრალიც არის. ის რომ თქვენ პირდაპირ ესე იგი ემორჩილებით ვიღაცას და საკუთარი არაფერი აზროვნების შედეგის ესე იგი არ ამჟღავნებთ დამოკიდებულებაში თქვენი მოვალეობების მიმართ. არ შეიძლება ამდენი იგნორირება, არ შეიძლება ამდენი ესე იგი ლაქუცი ვიღაც ერთის მიმართ და იმას იქნებას არ მოეწონს, ვიქნებ იმას პირიქით, მოეწონოს ერთი, ორი, სამი კაცი რო ეტყოდეს, რომ ბატონო ბიძინა, ასე არ შეიძლება, აი შეხედეთ, რას ამბობს მეცნიერება, რას ამბობს საზოგადოების წევრები. მე დღეს აქედან მიდიოდა ერთი ბატონ თემურ არ მინდა ახლა სახელი და გვარი თქვა, ჩვენთან გადაცემები მიყავს, ოცნების მხარდამჭერია. მე ვთხარი, დღეს ვეუბნები ზუსტად, რა რეაქცია გაქვს 17 ქვეყანა, მუსულმანური ქვეყანა, ნუ მუსულმანური იყოს, მაგრამ ესე იგი ნახევრად ბანდიტური, სადაც არც წესრიგია, არც ეკონომიკა არის, არც არაფერი, 1,2 მილიარდიანი საზოგადოება, აი ამას რომ საზღვრები გაუხსენით და შემოვყარეთ აქ, შემოდიან 16 მაისიდან, ნუ თუ ერთი ვინმე არ აღმოჩნდა აი ამ ოცნების მომხრეებში, უბრალოდ ინტელიგენტი, განათლებული კაცი, ჭკვიანი კაცი, ისტორია რო იცის, რაღაცა რო იცის, ისეთი რომ არ ეთქვა რამე, რომ ეს შეიძლება თუ არ შეიძლება. ესენი ხო ჩვენ წაგვლეკავენ, ხალხო, ასე ხომ არ შეიძლება. რისთვის გვინდა მაშინ, ან ჯარილისთვის გვინდა, ან უშიშროება რათვით გვინდა. მარტო მე დამზდებ და მეცნიერებს და ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს გათო, ეს რისთვის იხარჯება ეს ამდენი ფული? თქვენ რო გამდიდეთ და იყო და ეს თქვენი ოპოზიცია თქვენისთანები არიან, იმიტომ უნდათ იქ მოსვლა, რომ იგივე გააგრძელოთ. ამაშია უბედურება. ხალხო, სანამ ჩვენ ხალხი რო ქვია, ინტელიგენცია რო ქვია, ელიტარული ნაწილიც რომ ყავს და უამრავი ყავს, არ ჩავიხედავთ, არ წავიკითხავთ ჭკვიანი ხალხის მოსაზრებებს. მეცნიერი რა არის? მეცნიერი არის ის, ვინც იკვლევს ბუნებაში არსებულ კანონზომიერებებს და ამ კანონზომიერების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. როცა თქვენ ამას იგნორირებას უკეთებთ, თქვენი გადაწყვეტილება არამც თუ ოპტიმალური, საერთოდ დამღუპველი გამოდის. ამიტომ გეუბნებით, ხალხო, დავჯდეთ ერთად, ჩვენ მტრები არა ვართ. ნუ არა, მე მესმის ახლა პარლამენტში ვიღაცები შეყარეს, მთავრობაში ვიღაცები შეყარეს, იმათ მარტო ის აინტერესებს, თუ აი ფული და მდგომარეობა აქვს და ქვეყანას კარგად
იმასაც ექნება ფული, იმასაც და ყველას ჩვენ იმდენი ფული გვექნება, რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. მე ჩაით ვიყავი ერთ დროს დაკავებული და მაშინ იოდირებულ ჩაიზე ვლაპარაკობთ, იოდირებას საერთოდ იოდი დეფიციტი რა არის. სრულიად შემთხვევით გავაკეთე ასეთი დასკვნა, როცა წავიკითხე და ვნახე, ვინ არის 10 საუკეთესო ქვეყანა ამ დედამიწაზე. არა ამერიკის შეერთებული შტატები, არა გერმანია, არა ბრიტანეთი, არა ჩინეთი მით უმეტეს და არც საფრანგეთი, არც იტალია. 10 საუკეთესო ქვეყანა, რომელიც ყველა რეიტინგში პირველ 10-ში არის. ეს არის ისლანდია, ეს არის შვედეთი, ეს არის ფინეთი, ეს არის დანია, ეს არის შვეიცარია, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ხმელეთზეა და ზღვაზე არა, დანარჩენიც ყველა ახალი ზელანდია და ავსტრალია. და რა გამოვიდა ის, რომ ეს ხალხი ყველაზე უფრო შრომის უნარიანია, ყველაზე უფრო ჯანმრთელები არიან. ბედნიერების რეიტინგში იმ პირველ 10-ში არიან და ნუ რა თქმა უნდა იქ დასკვნა ის სხვანაირი იყო რომ რახან იოდო დეფიციტი არ არის, იმიტომ რომ ძირითადად ზღვის პროდუქტებით იკვებებიან, იმათი ტვინიც უკეთესად მუშაობს, დალაგებული ხალხი არის და ისინი არ იმძვიან იმისათვის რომ აი მე ვიღაცას რაღაცა წავართვა და ამით გამდიდდე. იმათ უნდათ რომ ყველა გამდიდდეს, ყველა კარგად იყოს და ასეთ ხელისუფლებებს ირჩევენ. ხალხო ჭკვიანი ხალხია, გამორჩა ხა რატომა ჭკვიანი ეს გავხსენი რომ იოდო დეფიციტის გამო და რაღაცა, მაგრამ ფაქტი ეს არის რომ აი ქვეყნების მაგალითზე უნდა ის მაგალითი უნდა გადავიღოთ და აი ჩვენს დოქტრინაში რაც გვიწერია ერთ-ერთი ქვეყანა აი ნორვეგია თქვი პირველი თუ მეორე ადგილზეა ეს ისლანდია და მეორე ნორვეგია. ამ ნორვეგიას კონსტიტუციაში უწერია იგივე რაც ჩვენ გვინდა აი ამ დოქტრინაში გვიწერია რომ ყველაფერი წიაღისეული და სიმდიდრეები ქვეყნის ეს არის საერთო სახალხო და კი არ უწერია უბრალოდ ყოველი წლის ბოლოს ნეფტის მრეწველობიდან მიღებული მოგება ყველას ურიგდება თავთავისი წილი თავის მოქალაქეებს. ჩვენ კიდე სადაა ჩვენი ოქროს საბადოდან მიღებული მოგება ვის მიაქვს ანდა ჭიათურ მარგანეცის და ჭიათურ მარგანეცმა იმდენი გააკეთა და ამ მთავრობაც იმდენი და იმ მთავრობამაც და ყველა მთავრობამ რომ ხალხი შახტიორები იქ ვინც მუშაობს ისინიც კი ესე იგი უკმაყოფილები არიან და ნახევრად შიერები და უმუშევრები არიან. ეს ყველაფერი გამოდის იქიდან რომ ჭკვიან ხალხს არ უსმენთ, მეცნიერებას არ უსმენთ, ყველას ესე იგი ჩემი აინტერესებს და არა საერთო და მე იმ ლიდერებს კიდევ ერთხელ მიდაუთხრათ, ხალხო, პირადად გადმოგეცით ხომ? წაიკითხეთ მაინც. ერთს კითხე ახლა არ მინდა ისე გვარი დავასახელოთ, მეორეჯერ შევხვდით თუ მესამეჯერ. ხო, კი, წავიკითხე, ისი აგდებულად მითხრა რომ მივხვდი რომ ჩახედულიც არ ქონდა. ეს არის ფორმულა ქვეყნის გაჯანსაღების და ამის შემდეგ მეორე დოკუმენტი გვაქვს 21 პუნქტიანი პროგრამა. იქ პირდაპირ პროგრამა გვიწერია როგორ უნდა გავხდეთ სწრაფად მდიდარი და დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა. ნუ აკეთებთ ამ საქმეს, აი ასე აგდებულად ნუ უყურებთ მეცნიერების ნაშრომებს და ნუ ხართ ჩაკეტილები და მარტო საკუთარ ინტერესებზე მორგებული, თორე ეს ქვეყანა დაგვეხობა თავზე. დიდი მადლობა ბატონო ვახში, თქვენ ზეგან ახსენეთ აქ ისლანდია. ყველა ქვეყანა რომელიც ჩამოთვალეთ და საერთოდ ვინც ყველაზე კარგად ცხოვრობთ, არც დიდი ქვეყანა არ არის. დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყნებია, ისლანდია ჩვენზე უფრო პატარაა, მაგრამ თქვენ იცით რომ ისლანდიაში 15-20 წლის წინ უმძიმესი მდგომარეობა იყო. გამოვიდა ხალხი ქუჩაში დაწერეს კონსტიტუცია ასე იწყება პირდაპირ რომ ჩვენ ისლანდია არის ქვეყანა, სადაც ერთი მაგიდის იგულებს დივართ ყველანი და ერთნაირი პირობები გაგვაჩნია ყველას. საქართველოში როდესაც ერთ კასტას აქვს ყველაფერი უკვე და არა მარტო დღეს, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ და ამათ ვერავინ ვერ ეხება, ვერ მოვიდა ძალა, რომელიც ამათ თავის სიტყვას ეტყვის და თავის პასუხისმგებლობას დააკისრებს, ამიტომ ვართ ამ ძიმე მდგომარეობაში და აი აგერ ბატონ ნიკოლოზ მინდა უკაცრად აი ძალიან მინდა ერთი პატარა გავაკეთოთ. აი ამ LGBT-ობა და ეს მართლმადიდებლობის დაცვა ესე გამოვიდა მთავარ მოტივად ჩვენი მართველი ელიტის ხელში,
რომ ფაქტიურად ესე იგი აი იმ ევროპას პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ესე იგი კათოლიკობას და იმ სხვა რელიგიებს უპირისპირებენ აი ამ ჩვენს რელიგიას და ამით ქვეცნობიერში აქ და ამას აბცელებენ რომ აი რუსეთია ერთმორწმუნე და ამიტომ ესე იგი ისაა ყველაფერი მოსაგები. აბა იმას იმდენი სამყავს მეგობარი, Facebook მეგობარი, რომელიც რაზეც არ უნდა უთხრა, ესე იგი საზღვარი მოინგრა, ეგერ რუბიოს სასაულს ამბობს, ეგერ ამერიკა გვემაგრება. აბა ჩვენ რა იმ პირდაპირ უნდა ვქა, იმ პიდარასებსთან უნდა ვითანამშრომლოთ, ყველაფერს ამით ხსნიან, კაცო, როგორ შეიძლება ეს ხომ ხალხის გაბრიყვებაა. ყველაფერი ტყუილია თანას ბატონო ვახში და კიდე ერთი რა რა თქმა უნდა ტყუილია. თქვენ ბრძანეთ ცეღანა ამის მე მაგალითად ჩვენები რომ არიან აი მაგალითად იტალიაში ამისი მეუბნებოდნენ აი ვინც კი ჩვენ და უამრავ ადამიანთან კვირის განმავლობაში 20-30 ადამიანთან რაღაც სერიოზულად საუბრობთ რაღაც ფუნდამენტურად რაღაც საკითხებზე და მეუბნებიან რომ საერთოდ აქ არაფერი არ ჩანს ამა ჩვენ ვერ ვიგებთო და ჩვენი ხალხის დამოკიდებულება როგორია ისეთივია აქ ამათ მიმართ დამოკიდებულება არაფერი ხალხს ატყუებენ აქ ვითომ ომი უნდა იყოს ვითომ ვიღაცას უნდა რომ ჩვენ ისეთები გავხდეთ და LGBT და ეს რა სისულელია ეს ვისა და მე მეორე თუ მაგაზია ლაპარაკი ბატონო ვახში ამ დოკუმენტში არ წერია პირდაპირ რომ ჩვენ ტრადიციული ქვეყანა ვართ და ჩვენ აი ესაა ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინის თავარი ამ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა მაყურებელმა რომ იცოდეს არის ის რომ ის 10 ქვეყანა აი რომელზეც საუბრობს ბატონი ვახში მეცნიერებმა მე როცა გაანალიზეს ჩვენთან აღმოჩნდა რომ ჩვენ გაცილებით უფრო უკეთესი შანსი გვაქვს რა თქმა უნდა რომ იმათზე უკეთესად ცხოვრობდეთ იმიტომ რომ იმათ არა ის პირობები რა ჭირდება მიწა წყალი ჰაერი სითბო ჩვენი არის უნიკალური ადამიანური რესურსიც უნიკალურია გეოგრაფიული პოტენციალი უნიკალურია ასე იგი ჩვენი ასე იგი ინტელექტუალური პოტენციალი უნიკალურია ყველაფერი ანუ ჩვენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ ვიდრე ის 10 საუკეთესო ქვეყანაა და ჩვენ ვართ უმძიმეს მდგომარეობაში ბატონ ნიკოლოსთან გადავდივარ კიდევ ერთხელ გილოცავთ ბატონ ნიკოლოს აქ ბატონო ვახში მძარა და ისე როარ დარჩეს შტაბ-ჭდილება ძალიან ჭკვიანური პასუხი აქვს გაცემული რუბიოს აი დააკვირდით როგორ ის ტოებს შანსს აი რაც ჩვენ ვთქვით ის ტოებს შანსს სადაც აქვს მინიშნებული რომ როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი დაუბრუნდები მე რომ ჩააჯინდა ის და ის პასუხობს რუბიო პასუხობს სახელმწიფო მდივანი დიპლომატია და პასუხობს რა ვთქვი რომ ჩვენს შესავალ განცხადებაში შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები აბა რა სიტყვის ამიტომ ჩვენ შევხედავთ ამას და ვიტყვით არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი ანტიამერიკული მთავრობის არსებობა სოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილში ანუ ჩვენ მნიშვნელოვანი ნაწილად თვლიან ისინი ბედნიერება და თუ არა მივიღებთ შესაბამის ზორებს რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესია ჩვენ ვეძებთ ვარიანტებს და დამატებით შესაძლებლობებს წარმოგიდგენია და მე დღეს კატეგორიულად არ პასუხობთო მე ამიტომ გითხარით რომ 5 ივნისი ჩვენ უნდა ვაქციოთ დიდ ქართულ დღეთ აი ესაა ამოცანა დღეს აი ამას დავაზრდ თქვენ როგორ უყურებთ დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას მე ყურადღებით გისმენდით და მინდა მომცეთ რამდენიმე წუთი რომ შვიდად ჩამოვაყალიბოთ ჩემი მოსაზრება დასმულ საკითხებთან მიმართებაში პირველ რიგში მოგილოცავთ წმინდა ნიკოლოზ ზუბას სრულიად საქართველოს კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძრაოდ მარხვისა ყოველ შენ ქრისტიანან საწყუსა შენსათვის ჭეშმარიტებით ამისათვისაც მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდრე წმინდა მღვდელმთავრო ნიკოლოზ ევედრე ქრისტეს აღმერთსა შეწყლებად სულთა ჩვენთათვის აი წმინდა ნიკოლოზის მადლით მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ვატარებ ასეთ ღირსეულ სახელს და ერთი ათად არის ჩემზე პასუხისმგებლობა რომ ვატარო ესეთი დიდებული წმინდანის სახელი და თელ საქართველოს სრულიად საქართველოს ფარავდეს მისი უძლებელი მადლი. ეხლა გადავიდეთ პოლიტიკურ საკითხებზე. შიდა საკითხებზე და ასევე საგარეო საკითხებზე. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. მიგრაციის პრობლემა. დასაქმების პრობლემა. ეკონომიკური კრიზისი. პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტის პრობლემა და დღეს დაემატა უკვე დიპლომატიური მართლაც ესეთი იზოლაციონიზმი, რაც ხელისუფლების მხრიდან პრაქტიკულად იგრძნობა. ანუ ამერიკა, რომელიც 35 წლის განმავლობაში გვერდში შედგა საქართველოს,
ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც იყო გარანტი ჩვენი დამოუკიდებლობისა, ჩვენი სუვერენიტეტისა, არის ესეთი განცხადებები, ესეთი მკაცრი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ 75 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია არც ერთ ამერიკულ ხელისუფლებას. რა დაგვიმართა მეგობრებო, ანუ ესე იგი გამოდის რომ 2008 წელს, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოვიდა საქართველოში, რომ არა ამერიკის ესეთი მკაფიო ხარდაჭერა, ესეთი ცალსახამს ხარდაჭერა ბუშის რა ხო შეიძლებოდა რომ აბსოლუტური ოკუპაცია მოეხდინა საქართველოსი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. ანუ ამერიკის მხარდაჭერა რომ არა ჩვენ პრაქტიკულად პირისპირ რომელიც ჩინეთის იმედი გვაქვს ჩვენ რომ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას ჩინეთის სახალხო კომუნისტური ასე ვთქვათ სახელმწიფო დაიცავს. აი ცივილიზებული სახელმწიფოების მხარდაჭერა რომ არა საქართველოს დამოუკიდებლობა ხომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება პირდაპირ და დგება. ანუ ჩვენი პირდაპირ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრობლემა არის ახლა დღეს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ საერთაშორისო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები უნდა შეიკრიბონ, დაჯდნენ და იმუშაონ იმასთან დაკავშირებით რომ ეს მძიმე კრიზისული მდგომარეობა როგორ განიმუხტოს. აი საუბრობდნენ ჩემი თანამებრძოლები, ხო? ანუ მეცნიერების და აკადემიური წრეების ვთქვათ იგნორაციამ მიგიყვანა აქამდე, რომ ხელისუფლება დარჩა თითქოს ცალკე არის და მეცნიერები და აკადემიური წრეები და ნამდვილი სპეციალისტები არიან ცალკე. აქედან გამომდინარე ესეთი მძიმე შედეგები გვაქვს ჩვენ. არ შეიძლება გიორგი ბრწყინვალის, სულხან საბორობელიანის ქვეყანაში ესეთ დიდ მარცხს განიცდის დიპლომატია, მეგობრებო. გიორგი ბრწყინვალემ, რომელმაც უუმბრად პრაქტიკულად გაანთავისუფლა და გაერთიანა საქართველო. მაშინ მოგეცნობათ მონღოლების ბატონობა იყო და მაშინ აკრიტიკებდნენ გიორგი ბრწყინვალეს, რომ რაღაცნაირად თანამშრომლობს მონღოლებთან და რაღაცნაირად, მაგრამ შედეგები ისეთი იყო, რომ ასეთი უუმბრად განდევნა. ანუ მე ისმა მინდა, ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკურ სივრცეში მდგომარეობთ, ისეთი ასე ვთქვათ სატრანზიტო ქვეყანა ვართ ჩვენ, რომ სასახად ერთი მხარის დაჭერა ეს იქნება დამღუპველი საქართველოსთვის. ჩვენ არც რუსეთის მხარე არ უნდა დავიჭიროთ, ასე ვთქვათ რადიკალურად, არც დასავლეთს ჩვენ რაღაცნაირად ლავირება უნდა მოვახდინოთ, როგორც ჩვენ დიდი წინაპრები აკეთებდნენ და ახერხებდნენ ამას, თორე 1000 წლების განმავლობაში როგორ მოვიდოდა საქართველო, სახელმწიფოებრიობა საქართველოსი არის 3000 წელზე მეტი. აი როგორ აი სიბრძნე ხო არის სადაც დღეს ჩვენზეა პასუხისმგებლობა, დღეს ვინც ცხოვრობთ იმაზეა პასუხისმგებლობა, ხო დღეს ვინც ხელისუფლებაშია მასზეა პასუხისმგებლობა. მაგრამ ხელისუფლება უშუალოდ იმის შეცდომებს გასაგებია, მაგრამ საზოგადოებამ ხომ უნდა შეხვედრი ნაბიჯები გააკეთოს, ანუ მარტო ხელისუფლებაზე რომ თქვა ჩამოვიყიდოთ ჩვენ, შეიძლება ხელისუფლებამ საერთოდ დაღუპოს ქვეყანა. საერთოდ ანუ ყველასთან დაძაბოს ურთიერთობა და საომარ მდგომარეობაში ჩააყენოს. ამიტომ საზოგადოების პასუხისმგებლობა იწევს წინა პლანზე. ხო, როგორ შეიძლება მაგალითად რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს ესეთი იგნორირებული, რომ თქვა, ესე იგი, დღითი დღე, რაც დრო გადის, მით უფრო მეტი დაძაბულობა ხდება ცივილიზებულ სახელმწიფოებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ არის გამოსავალი. თუ არ იღებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას, მაშინ აიღებს ქართული ერთობის დარბაზი პასუხისმგებლობას. თუ არ იღებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას, მაშინ მეცნიერთა წრე, რომელიც შეიკრიბა რამდენიმე წლის წინ და მოვდივართ აი ესე დევნაში, შიმშილში, არა ფული, არა ეკონომიკური საშუალებები, არა რაღაცა ის რომ მაგალითად 26 მაისს ჩვენ ეხლა ჩავატაროთ დიდი ყრილობა, იმის ფინანსებსაც ვეძიებთ და იმის ფინანსებიც არ არის დღეს. აი ესეთ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ რაც ქვეყანაში ხდება. პოლიტიკურ ოპოზიციურ ფლანგზე როგორი დაქსაქსულია მეგობრებო, ოპოზიცია, აი ხელისუფლებაზე ვისაუბროთ, ეხლა ოპოზიციაზე ვისაუბროთ, აი არის ჯასაღი მდგომარეობა ოპოზიციურ ფლანგზე? დაქსაქსული მდგომარეობა, ანუ ნიჰილისტური გარემოა. ყველა ფინანსდება უცხოეთიდან. და რაღაცნაირად თავის ვიწრო ინტერესებს ატარებენ, ვიწრო პარტიული ინტერესებს. ამიტომ უნდა დაიბადოს ახალი ალტერნატიული ძალა, ეროვნული ძალები უნდა მოვიდნენ საქართველოს არათუ ხელისუფლებაში, მაგრამ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა შემოვიდნენ ეროვნული ძალები. ეს არის გამოსავალი.
და ყოველთვის იქნება დაძაბული ურთიერთობა შეუძლებლად სახელმწიფოებთან. დაიდება ძალიან ძიმე შედეგები, როცა არაკომპეტენტური ადამიანები მართავენ სახელმწიფოს, ხო? როდესაც შენ რაც არ უნდა თქვა არ მოგწონდეს დღევანდელი ამერიკის ხელისუფლება, ჯერ ერთი მოგესალმებათ რა დონის იმედებს ამყარებდნენ ტრამპი სანამ მოვიდოდა. აი ტრამპი თუ გაიმარჯვებს საქართველოს ხელისუფლება და საქართველო იქნება მოკლედ პრიორიტეტი იქნება ამერიკისთვისო რა და ერთი უარყოფით ზემეტი არ გაგვიგიათ ხო ჩვენ. ჯერ ეს რა იყო რატო ამყარებდნენ ესეთ იმედებს და თუ ამყარებთ მაშინ იყო შესაბამის შედეგები. ეხლა გამოვიდა ამერიკა ყველაზე დიდი მტერი. რა თანამემდევრულობაა მეგობრებო? რა ხდება ეს? მე ვაცხადებ ნიკოლოზ მებაღიშვილი მეცნიერთა კონგრესის სახელით, რომ არის გამოსავალი რაშია. ჩვენ ყველანი ვისაც გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა საქართველოს ასე ვთქვით წინაშე მეცნიერები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამტკიცეს თავიანთი ცხოვრების წესი, თავიანთი ღვაწლით, რომ ისინი ემსახურებიან ქვეყანას, ემსახურებიან მაღალღირებულებებს. ყველანი ესენი უნდა შეიკრიბოს და რაღაცნაირად დავსახოთ სამოქმედო გეგმა. გვაქვს პროგრამა, გვაქვს დოქტრინა. ეხლა არის რაღაცნაირად და დრო იმისა, რა თქმა უნდა, დრო არის იმისა, რომ სამოქმედო გეგმაზე გადავიდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ უშუალოდ ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ არავინ არ გწევს. ხელისუფლებას, რომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგას, ჩვენ პირველები ჩვენ ვიქნებით მისი მხარდამჭერები. აი როგორ შეიძლება, უბრალოდ ობიექტურად შევხედოთ. ხო, როგორ შეიძლება რომ თქვა ამერიკასთან იძაბებოდეს ურთიერთობა, იყოს მძიმე ვითარება და ჩვენ ვიყოთ გაჩვენებულები ან ხელისუფლების მხარდამჭერები. რატო უნდა როგორ? შავარდნა ხო ეს თვითონ რომ იყვნენ ოპოზიციაში და ჩვენ ხელისუფლებაში და ამერიკასთან ესეთი დაძაბული ურთიერთობა გქონდეს. ხომ გაგავკრიტიკებდნენ, გეტყვოდნენ რა ღვაწლავთ ქვეყანას, კაცო? ჩვენ ვამბობთ იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ ცივილიზებული სახელმწიფოები არ იქნებიან ჩვენი გარანტები. მე მინდა ასევე გავაკეთო აქცენტი ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. როდესაც ტერიტორიული მთლიანობის ეს არის ყველაზე მძიმე საკითხი, ხო? საქართველოსთვის. იმიტომ რომ შეიძლება კიდე დანაწევრდეს სახელმწიფო. აგერ ეხლა ვკითხულობდი პუტინმა მისცა საშუალება აფხაზურ მოსახლეობას, ცხინვალის მოსახლეობას, რომ აბსოლუტურად რუსეთის ისტორიის სოდნის გარეშე, რუსული ენის სოდნის გარეშე გაუადვილა, ესე იგი მოქალაქეობის მიცემა. ის მუშაობს, აღრმავებს ურთიერთობებს აფხაზურ მოსახლეობასთან და ცხინვალის ჩვენოს დაძმებთან. და ჩვენ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ამერიკასთან დაძაბავს ურთიერთობას. შეხედეთ როგორი ურთიერთგამომრიცხავი რაღაც ხდება. რუსეთის თქვა ფედერაცია თავის ინტერესებს ძალიან მიზანმიმართულად ახორციელებს, ხო? უხეშად. რას უპირისპირებს ხელისუფლება? პუტინის ესეთ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული. ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობა არის საპასუხოდ? მე არ მესმის, როგორ შეიძლება მაგალითად რომ თქვა საქართველოს ხელისუფლებას არ ქონდეს ჩამოყალიბებული ძალიან მკვეთრი პოლიტიკა საგარეო ურთიერთობათა მიმართებაში. აფხაზ მოსახლეობასთან მიმართებაში, ცხინვალის მოსახლეობასთან მიმართებაში. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა რამდენიმე შეიძლება იყოს ესე ჰაერში გამოკიდებული. ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობა დაგვაბრუნებინებს ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთის ის თქვა რეგიონს და აფხაზურ მხარეს სოხუმში როდის შეიძლება რომ თქვა ჩვენ მოვესწრებით ოდესმე რომ სოხუმში ჩვენ თავისუფლად ჩავიდეთ როცა მთელი ცივილიზების სახელმწიფოები გადავინტერეთ და იზოლაციაში ვართ პრაქტიკულად რა ადრე ვამბობდი მე რომ როდესაც აფხაზეთის აღიარება და ცხინვალის აღიარება მოახდინა პუტინმა 2008 წლის ომის შემდეგ ვამბობდი რომ ეხლა აღიარება მოახდინა რუსეთის ნაურო აღიარებს და რაღაც შეგივენ მდგომარეობაში შევარდეთ რა პრაქტიკულად. როგორც იყო აფხაზეთის და ყველა გვიპირისპირდება შეიძლება ეს ვიზა ლიბერალიზაცია რომელიც თქვა ძალიან დიდი მონოპოლია, ხო? წინა ხელისუფლებამ დაიწყო ამაზე მუშაობა და მე ქართული ოცნებამ დააგვირგვინა და ძალიან კარგი და მისასალმებელია. მაგრამ ეს შეიძლება ეს დროებითი აღმოჩნდეს და ეს შეიძლება ჩავუკეტონ, ხო? აი კიდე ერთი ძალიან მძიმე პრობლემა, მიგრაციის პრობლემა, რომელზეც ჩემმა მეგობრებმა ისაუბრა, მე არ შემიძლია არ შევეხო ამ პრობლემას.
მიგრაცია, ანუ შემოდიან, ესე იგი, დაახლოებით 17 სახელმწიფოა, 200 მილიონიანი პაკისტანია, მილიარდიანი ინდოეთია, ის ბანგლადეშის სახელმწიფოები, ესე იგი, თავისუფლად, ხო, რა თქმა უნდა, ესე ტერორისტული სახელმწიფო, და ჩვენი ძვირფასი თანამემამულეები გადიან ქვეყნიდან და მოგეხსენებათ ეს გლოვო იქნება, ეს ვოლტი იქნება თუ სხვა ეს რომელიც ოპერირებენ ეს რაღაც მომსახურების სფეროში, სულ ესენი არიან დასაქმებულები და ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი ახალგაზრდები, ხო, აქ სამსახურს ვერ პოულობენ და იძულებულები არიან რომ მიმართონ, ანუ საქართველოს რატო არის მეგობრებო, ეს ტერიტორია ჩვენი რა, იმიტომ რომ ეროვნული სულისკვეთება იყო აქ, ქართველები ცხოვრობდნენ და იმიტომ თუ ქართველი აღარ იცხოვრებს აქ დარჩება ტერიტორია, რომელზეც სხვა ხალხი მოვლენ და ისინი ცხოვრობენ და აღარ იქნება ნომინალური სახელწოდება გახდება საქართველო, ხო? აღარ იქნება უბრალოდ. ამიტომ მე ვფიქრობ რომ მისაღებია გადამჭრელი ზომები, გადამჭრელი სასწრაფოდ უნდა მიიღოს. აი მოუწოდეთ ხელისუფლებას რა, ანუ გადაჭერით შიდა პრობლემები, მიგრაციის პრობლემები გადაჭერით მეგობრებო. რომ დააკავოთ აქ ჩვენი თანამოქალაქეები, თორე თქვენ ხო აქ ცხოვრობთ, თქვენ ხო ყავთ შვილები, თქვენ ხო ქართველები ხართ, აღარ გვექნება საქართველო. შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით და გეუბნებით რომ საქართველოს კითხვა საქართველოს სახელმწიფო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორც მიგრაციის თვალსაზრისით რომ შემოსევაა და საფრთხეებია, ასევე საგარეო მიმართულებით. თუ იზოლაციაში მოიქცევი, შეიძლება რუსეთის ფედერაცია ერთხელ გავიღვიძოთ და ჯარი დახვდეს რუსული აქ. თუ არავისი მხარდაჭერა არ იქნება, რაღაც მოვლიდება რუსეთის ფედერაციას რა. ანუ ვერ მოხდეს, ანუ თქვენ მოგონიათ მეგობრებო, რომ აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემაზე გაჩერდება ეს. თბილისიც იგივეა პუტინისთვის. ჩვენთვის არის თბილისი ძალიან ძვირფასი, თორე პუტინისთვის იგივეა სოხუმი, ცხინვალი, თბილისი სულ მოხდეს ამის ოკუპაციას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ანუ ეს ბალანსის შენარჩუნება, ეს ურთიერთწონასწორობის, თქვათ, პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლოს აგერ მოდის საქართველოს ყველაზე ძვირფასი დღე, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე 26 მაისი. ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, რომელიც კბილებით მოიტანა ქართულმა ხალხმა 1918 წლის 26 მაისს. ჩვენ მივიღეთ მრავალ, თქვათ, 2 საუკუნის მერე ვიყავით ჩვენ მოგეხსენებათ რუსეთის იმპერიაში 200 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ 1924 წელს მერე კაკუცა ჩოლოყაშვილის ძალიან მძლავრი მოძრაობა რუსეთის დამპყრობლების ოკუპანტების წინააღმდეგ, მაგრამ მანამდე იყო 1918 წლის 26 მაისი. საოცარი დღე, ძვირფასი დღე, ჩვენი დამოუკიდებლობის წმინდათა წმინდა დღე, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მეგობრებო, აი წმინდა ნიკოლოზოვის დღეს ვამბობ ამას. როგორი გასაფრთხილებელია, როგორი სათაყვანებელია ეს დღე. რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მარტო ის კი არ არის რომ გილოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს რა კაი ბრწყინვალე დღე ეს საქმით უნდა დავამტკიცოთ მეგობრებო ეს ჩვენი რომ ავიღეთ პასუხისმგებლობას რომ ხელისუფლებას პრინციპულად მოუწოდებთ იმას რომ შეცვალოს პოლიტიკა შიდა საქმეებთან მიმართებაში საგარეო პოლიტიკისთან მიმართულებით რომ ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობას იმაში რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს რა გამტკიც და საქართველოს დამოუკიდებლობა ამერიკასთან რო დაიძაბა ურთიერთობა თუ უფრო შესუსტდა როგორ ხვდებით 26 მაისს მეგობრებო ეს ხო სარეალთარაღად არ შეიძლება რომ იყოს მხოლოდ გამოკიდებული და რაღაცა ისეთ სიმბოლურად არ იყოთ არა ეს არის ყველა მთელი საქართველო ბატონ თემურ და ბატონ ვახში მთელი საქართველო და მთელი ქართული ხალხი დაატარებს ზოგი ღიად ზოგი ჩუმად საქართველოს ტყუილს და საქართველოს სევდას რამდენადაც შეიძლება ეს დაგქონდეს ისე რომ სულ გულდაწყვეტილები ვიყოთ გულდაწყვეტილები იმიტომ რომ არ შეიძლება ისეთი ხელისუფლება იყოს რომ ამტკიცებდეს ყოველდღიურად ამტკიცებდეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს და აი ესეთ სიმტკიცე ჰქონდეს ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არ შეიძლება ესეთი ოდესმე მოესროთ მე კიდევ ერთხელ მოგილოცავთ წმინდა ნიკოლოზოვის ამ წმინდათა წმინდა დღეს წინასწარ გილოცავთ 26 მაისს და მე მჯერა როგორც ღმერთი 1000 წლების განმავლობაში მფარველობდა საქართველოს როგორც ღმერთი გამონახავდა ხოლმე გზას საქართველოსთვის რომ უმძიმეს კრიზისულ მდგომარეობაში ყოფს გამოენახა თავის რაღაცა გამოსავალი დღესაც ჩვენი სიფხიზლით ჩვენი გამოგვიძებით ლია ჭავჭავაძე როცა ერგერისოს ჩვენ გაგვიძებაო
როდესაც გვეღირსოს ჩვენ საქართველოს სულ ძილი როდესაც გვეღირსოს ჩვენ გაგვიძება. აი გამოვიღვიძოთ მეგობრებო. გამოვიღვიძოთ საქართველოს პულსზე დავადოთ ხელი და ვიმოქმედოთ ყველას რითიც შეგვიძლია. განათლებით იქნება ჩვენი ეკონომიკური საქმიანობით იქნება მიგრაციიდან ჩვენი საზოგადოებრივ ჩვენ თანამამოვლები რომლებიც ცხოვრობენ ისინიც მარტო პირადზე ნუ იქნებით ორიენტირებულები საქვეყნო საქმე გავაკეთოთ თორე დავკარგავთ ჩვენ სახელმწიფოს და ღმერთი არ დაგვაპატიებს და მომავალ თაობები არ გვაპატიებენ ამას დიდი მადლობა თო ნიკოლოზ რაც მე მგონი თუ არ გავთიშეს იმიდან და ვართ კიდე გვაქვს რამდენიმე წუთი ალბათ დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ მთავარი დღეს საქართველოში არ არის ნიშნის მოგების დრო. დღეს საქართველოში არ არის ის დრო, როდესაც ვიღაცამ თქვას მე მართალი ვარ და შემთხვარი ხარ. დღეს საქართველოში არის დიდი ერთობის დრო. საქართველოს ასეთ მძიმე პერიოდი არასდროს გქონია. აი ამიტომ ჩვენ ვამბობთ. აი აქ წერია უკან პოლიტიკური პასუხისგებლობა. მეცნიერთა კონგრესის პოლიტიკური პასუხისგებლობა იხატება იმაში რომის ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას ეუბნება. თუ ჩვენ მოვისმენთ მეცნიერების რეკომენდაციებს 5 ივნისი, როდესაც ამერიკის სენატში იქნება განხილვა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხის, საქართველო გაიმარჯვებს ამერიკის სენატშიც და საქართველოშიც გაიმარჯვებს საქართველო. ჩვენ დღეს ამ პასუხისგებლობით ვართ. ჩვენ არავის განზღვაგინება არ გვინდა. მოდით აზრზე ბატონებო, თანამდებობებზე რომ ხართ და გონიათ მე მაგალითად ჩემთვის ფიქრობდი დღეს და ეგერ გეტყვით რომ აი მე რო ვიყო დღეს ხელისუფლებაში და ამერიკას ასეთი განცხადება გაიკეთებია იმიტომ რომ საქართველოს მომავალი არ არის ევროპისა და ამერიკის გარეშე მე ვიტყოდი რომ რადგან მე არ მოგწონვარ მივდივარ უბრალოდ აი ეს არის პასუხისგებლობის აღება მიმართავდი ამერიკას და ევროპას ვეტყოდი რომ აი ჩემი გულისთვის თუ გააკეთებთ ამას ოცნების გულისთვის და ოცნებას ეთქვა წავედით ჩვენ დამთავრდებოდა ნაციონალური მოძრაობაც იმ დღეს ოცნებას და საქართველოში ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა, რომელსაც მეცნიერთა კონგრესი ამბობს, იქნებოდა ბედნიერება. ჩვენ გვაქვს დღეს დიდი შანსი. ჩვენ გვაქვს დღეს დიდი შანსი, რომ დარჩენილი პერიოდი 26 მაისს ძალა მოვიკრიბოთ და 5 ივნისამდე ვიმოქმედოთ ის ერთობლივად ქვეყნის შიგნით, ჩვენ მზად ვართ. სადაც გნებავთ იქ მოვალთ, გინდათ ღია ეთერში, გინდათ საუბარში და ჩვენ გეტყვით ჩვენ მოსაზრებებს, როგორ შეიძლება 5 ივნისი ვაქციოთ დიდი ქართული გამარჯვების დღეთ. ეს იქნება უნიკალური რამ. ურთიერთობა დაძაბულია დღეს რუსეთთანაც, ისაც თქვენ ბრძანეთ იმის გამო, რომ თქვენ გონიათ რუსეთს უხარია, რომ ჩინეთმა აიღო საქართველოსზე ბატონობა, არც საქართველოს არ უნდა უხაროდეს ეს, არც ქართველებს, საქართველოს მოსახლეობას არ უნდა უხაროდეს ეს არც ევროპას, და ასეთი პასუხისმგებლობა არ უნდა აიღო არც ჩინეთს და უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი ერთმანეთთან ომში არიან და ჩვენ ყველაზე მეტად ვიჩაგრებით. საქართველო ვერ იქნება ვერც ერთის პროტექტორატის ქვეშ, ვერც ამერიკის, ვერც ევროპის, ვერც ჩინეთის, ვერც რუსეთის, ვერც ირანის. საქართველო ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას. ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ვიმეორებ, 5 ივნისი ანუ ის დღე შეიძლება შეიცვალოს იქ თარიღი ის დღე როდესაც სენატში იქნება საქართველოს აქტის განხილვა ეს უნდა იყოს საქართველოს გამარჯვების დღე სენატშიც და საქართველოს გამარჯვების დღე საქართველოშიც და თელ მსოფლიოში ამას ეს არის დიპლომატია ეს არის საქართველოს მომავალი თუ ვინმე თulis რომ ეს არ შეიძლება თუ თქვენ შეგიძლიათ გააკეთეთ თუ თქვენ თვლით რომ არ შეიძლება ჩვენ მზად ვართ მოგცეთ ეს რჩევები და საქართველოსთვის დიდი გამარჯვების დღეს ვაქციოთ 26 მაისს ვიზეიმოთ და 5 ივნისაც დავიმარჯვოთ. დიდი მადლობა, მაგრად ვიყოთ. არ არის ანგარიშტორების დრო. დღეს დიდი ერთობის დროა. ოპოზიციას მინდა მოგმართოთ, რომ ეხლა 26 მაისს ერთ მხარეს დადგება, მეორე მხარეს. ორივენი ვიმეორებ. ამან ჩვენ სად მიგვიყვანა ხედავთ ამას. ორივენი, აი რასაც აკეთებთ, ეს არის ანტიქართული. ურაპატრიოტიზმი ანტიქართულია. ულტრალიბერალიზმი ანტიქართულია. ქართული სულ სხვა რამეა, სხვა სილაღეა, სხვა მშვენებაა, სხვა რაღაცაა. ესაა ძალიან დღეს სწორედ ილია ჭავჭავაძის გამონათქვამები გამოვიტანე დღეს და დავდე Facebook-ის გვერდზე. ჩვენ გვინდოდა რომ დღეს გავგეგძელებინა ეს საუბარი, რომელიც გუშინ დაიწყო. ნახეთ, რა შესაძლებლობები აქვს ქვეყანას. როგორ შეიძლება ცხოვრობდეთ
როგორი იყო გუშინდელი დღე, უამრავ ადამიანმა ნახა, აი როდესაც აი მეცნიერების სპეციალისტების და აი ამაყნი არიან და იმედიანად არიან, როგორი ხალხი ვყავსო, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრობდეთ ღარიბად, როგორ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში დავსდებდეთ უკან პოლიტიკოსებს, ამ ქვეყანაში პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და დაიწყოს მეცნიერების ერა. ვიდრე მეცნიერების ერა არ დაიწყება, საქართველო არ იქნება წარმატებული ქვეყანა და არა და ჩვენ იმათზე წარმატებული ქვეყანა ვიქნებით, ვიზეთ ლაპარაკობდა ბატონი ბახში, იმათ ქვეყანას არავის არ ვეჯიბრებით. საქართველო იმსახურებს ამას, ის უფლის ქვეყანა, უფლის ქვეყანაში უნდა მოვიქცეთ სწორად და უნდა ვიმოქმედოთ სწორად. ეშმაკი თამაშობს ჩვენით, როდესაც ჩვენ სწორად არ ვფიქრობთ. არ ფიქრობთ ხელისუფლებაში სწორად, არ ფიქრობთ ოპოზიციაში სწორად. ხალხშია სწორი ფიქრი. და აი სწორედ ხალხის ფიქრი, ხალხი ამბობს იმას, რომ არ გვინდა მტრობა, არ შიგნით და არც გარეთ. არ არის ეგ ჩვენი საქმე. ქვეყანას შენდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით არ იქნება როგორც ითვლიან, ესე იგი, შურისძიებით დაგიჭებ, გაგასამართლებ, კუთხეში დაგაყენებ, ამ განწყობით არ იქნება და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებით არ იქნება. აი საქართველოს ხელისუფლება. მაგრად ვიტყოთ, კარგად ვიტყოთ. დიდი დღეები მოდის, ხვალ იქნება ეს გადაცემა, გავიმეორებთ გუშინდელს და კიდევ ერთხელ მოისმენთ თქვენ ამას და ორშაბათს ჩვენ გამოვიტანთ აი იმ კონცეფციას, რასაც ნიშნავს 26 მაისია, გამოვა ორი რამ. წარმოდგენილი იქნება ეს წიგნი, საქართველოს ინტეგრალური რესურსები, რომელიც აი მეცნიერთა რაღაც აი აპოფეოზია, რაღაც დიდი დოკუმენტია, დიდი რაღაც მოდის, დიდი სიმდიდრე მოდის. ეს ერთი და მეორე იქნება წარმოდგენილი კონცეფცია ეროვნული თანხმობის პარლამენტის. აი 26 მაისს ასე ხდება მეცნიერთა კონგრესი. მაგრად ვიყოთ, კარგად ვიყოთ. მადლობთ.